მოგესალმებით. 2025 წელს უკრაინაში ომის მესამე წელი იწურება. თუ კი შევხედავთ პოლიტიკური დასავლეთის ლიდერების განცხადებებს, ახლა და ომის დასაწყისში და შედარებას გავაკეთებთ, დავინახავთ, რომ განსხვავება აშკარად არსებობს. ადრე თუ რუსეთის ბრძოლის ველზე დამარცხებაზე იყო საუბარი და უკრაინის გამარჯვებაზე ცისმოდა მოწოდებები, დღეს ასე აღარ არის. ადრე თუ იმაზეც საუბრობდნენ, რომ სანქციებით რუსეთის ეკონომიკა უნდა დაესუსტებინათ და ამ გზით დაეთანხმებინათ რუსეთის ხელისუფლება ზავზე, ახლა ამაზეც აღარ არის საუბარი. ევროკავშირი ისე ამტკიცებს ახალ სანქციებს, როგორც კონვეიერი და ნამდვილად რჩება ისეთი შტაბეჭდილება, რომ ევროკავშირის ლიდერები ამ სანქციებს ინერციით აწესებენ. სანქციების 15 პაკეტი უკვე დაამტკიცეს და ახლა მე-16 პაკეტზე აქვს საუბარი. გვახსოვს შტატების ყოფილი ადმინისტრაციის განცხადებებიც, რომ შტატების სტრატეგიული ინტერესი რუსეთის დასუსტება იყო და სწორედ ამ ინტერესიდან გამომდინარე უდგებოდნენ უკრაინასაც და საქართველოსაც. ნუ დაგვავიწყდება, რომ მეორე ფრონტის საკითხი მთელი 3 წლის განმავლობაში წინა ადმინისტრაციის პირობებში აქტიურად იდგა. ცვლილება ამერიკის პრეზიდენტად დონალდ ტრამპის არჩევამ გამოიწვია. ამ ფაქტმა კი ბევრი რამ შეცვალა უკრაინასთან ურთიერთობაშიც და შტატებისა და ევროკავშირის ერთმანეთისადმი დამოკიდებულებაშიც. დღეს ევროკავშირის სტრუქტურების ლიდერები აქამდე საომარი რიტორიკით რომ გამოირჩეოდნენ, დაბნეულ მდგომარეობაში არიან. მთელი 3 წელი რუსეთისთვის წინააღმდეგობაზე იყო პოლიტიკა მიმართული და ახლა ისე დადგა საქმე, ევროპელებს ნამდვილად უწევთ ევროპის საზღვრების სამხედრო ძალით დაცვაზე ფიქრი. ოღონდ არა რუსეთის, არამედ შტატების წინააღმდეგ. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟან ნოელ ბარომ განაცხადა, რომ ის არ გამორიცხავს ევროკავშირმა გრენლანდიაში საკუთარი ჯარები განალაგოს. ეს განცხადება ბარომ შტატების პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მიერ ამერიკასთან გრენლანდიის შეერთების სურვილის ფონზე გააკეთა. ვითარება კომიკური ნამდვილად არის, მაგრამ აქ არ მთავრდება ყველაფერი. დონალდ ტრამპმა უკრაინასთან მიმართებით ნარატივი სრულიად შეცვალა. აქ მხოლოდ იმაზე არ არის საუბარი, რომ მშვიდობის საკითხი პირველ ადგილას დადგა და ბრძოლის ველზე რუსეთის დამარცხებაზე საუბარი წარსულს ჩაბარდა. საუბარია შტატების პრეზიდენტის განცხადებებზე, რომ მას შეუძლია გაიგოს რუსეთის გრძნობები უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით. დონალდ ტრამპი უფრო შორსაც წავიდა და ომსა და ომის დაწყებაში უკრაინის პრეზიდენტის დაადანაშაულა. მისი სიტყვები მოკლე იყო, მაგრამ მოწმენდილ ცაზე მეხის გავარდნას გავდა ნეოლიბერალური სამყაროსთვის, სადაც ნებართვა მხოლოდ რუსეთის დადანაშაულებაზე იყო გაცემული. ზელენსკიზე კი ერთი კრიტიკული განცხადების გაკეთებაც არ შეიძლებოდა. ტრამპი კი ამბობს, რომ ომი ზელენსკის არ უნდა დაეშვა, მორიგების ნაცვლად მან ომი გადაწყვიტა. კიდევ უფრო შორს მიდიან ტრამპის ვიცე-პრეზიდენტი და დონალდ ტრამპ უმცროსი, როდესაც უკრაინაში არნახულ კორუფციაზე საუბრობენ. პრინციპში გასაკვირი არაფერი არ არის. როგორ არის შესაძლებელი ომის ხარჯზე გამდიდრება, ეს საქართველოში ძალიან კარგად ვიცით და ამის მაგალითი გვყავს დავით გეზერაშვილი. მსგავსებები უკრაინის ახლანდელი და საქართველოს წინა ხელისუფლებებს შორის ბევრია, მაგრამ ახლა აქ ამაზე არ გავჩერდებით. მთავარი ის არის, რომ უკრაინასთან დაკავშირებით ნარატივი ტრამპმა შეცვალა და აქამდე თუ ზელენსკი ხელშეუხებელი იყო, ყველგან სიხარულით ეპატიჟებოდნენ და მის აზრებს ისმენდნენ, ახლა ასე აღარ არის და შეიძლება ითქვას, რომ ამ ცვლილების ფონზე ზელენსკი არც ისეთი სასურველი სტუმარია ძველი ევროპელი ვითომ მეგობრებისთვის. უკრაინასთან დაკავშირებით რომ რეალობა ძალიან შეიცვალა და ამ რეალობის გათვალისწინება ყველას მოუწევს, ტრამპის ახალი სახელმწიფო მდივნის მარკო რუბიოს განცხადებებშიც კარგად ჩანს. სენატში საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის მოსმენაზე, როდესაც რუბიოს მდივნად დანიშვნის საკითხი იხილებოდა, თავად რუბიო ამბობდა, რომ არარეალისტური იქნებოდა უკრაინისთვის იმაზე ფიქრი, რომ უკრაინა ომამდელ საზღვრებში დაბრუნდებოდა. საუბარია 2022 წლის 19 თებერვლის მოცემულობაზე. არადა კარგად გვახსოვს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში ზოგიერთი იმასაც აცხადებდა, რომ 1991 წლის საზღვრების აღდგენა და ყირიმის დაბრუნებაც სურდათ. ბედის ირონიით, ბრუტუსის როლში ზელენსკისთვის მისი ყოფილი მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი გამოვიდა. არესტოვიჩი, რომელიც ომის დასაწყისში უკრაინის ომში გამარჯვებაზე აქტიურად საუბრობდა და სხვათა შორის ქართულ პოლიტიკაშიც ხშირად ერეოდა სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით, ახლა პოზიციები შეიცვალა. საუბრობს იმაზე, რომ უკრაინა ნატოში ვერ გაწევრიანდება. ნატოში გაწევრიანებაზე ჩანაწერი კონსტიტუციაში შეცდომა იყო და უფრო შორსაც წავიდა. ზელენსკის თურმე ყველაფერი გაუკეთებია იმისთვის, რომ ომი დაწყებულიყო. უკრაინასთან მიმართებით ახალ რეალობაზე ნახეთ სიუჟეტი.
ომზე ძალიან იოლად და მარტივად დაიყოლიეს. მშვიდობაზე ძალიან რთულად და ძლივს, მაგრამ არჩევნების გაგონებაც კი არ სურს. არადა პრეზიდენტობის ვადა ზელენსკის 2024 წლის 20 მაისს ამოეწურა. თუმცა, ჯერ ისევ ომს მთავარ სარდლობს. ახლა კი მოლაპარაკებების მაგიდა სურს რომ მიუჯდეს, თანაც პუტინთან ერთად. რამდენიმე დღის წინ ზელენსკიმ პრესასთან საუბარში თქვა, მოლაპარაკებების მაგიდასთან უკრაინასთან ერთად ამერიკა და რუსეთი უნდა იჯდესო. ამერიკის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან საუბრის შემდეგ ჩვენ რუსებთან საუბრის რაღაც ფორმატზე უნდა გადავიდეთ და მე მინდა ვნახო შეერთებული შტატები, უკრაინა და რუსეთი მოლაპარაკების მაგიდასთან. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ევროკავშირის ხმაც უნდა ისმოდეს, ვფიქრობ, ეს იქნება სამართლიანი, ეფექტური, მაგრამ მე არ ვიცი როგორ გამოვა ეს. და ეს ერთადერთი პირობა არ არის, რასაც მის მიერ დასახელებული ქვეყნები, ამერიკა და რუსეთი უკრაინის პრეზიდენტს უყენებენ. მოლაპარაკებებში ჩართვისას მას ლეგიტიმაცია სჭირდება. ეს კი უკრაინაში ახალი არჩევნების ჩატარებას ნიშნავს. ზელენსკის ომის დღის წესრიგში დონალდ ტრამპის არჩევამ სერიოზული კორექტივები შეიტანა. ახლა უკვე მოლაპარაკებები და არჩევნები იქნება უკრაინისთვის მთავარი და არა ომი და ფრონტის ხაზი. სხვათა შორის ქართული ოცნება ყოველთვის აცხადებდა, რომ მოლაპარაკებებს ალტერნატივა არ აქვს. ჯერ კიდევ 2022 წლის 1 თებერვალს, ომამდე თითქმის ერთი თვით ადრე, საქართველოს პარლამენტმა მიიღო რეზოლუცია უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ. დოკუმენტი უკრაინის მიმართ სოლიდარობის გამოხატვასა და ომის არ დაშვებისკენ მოწოდებას მოიცავდა. პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ რეზოლუციის მთავარი არსი უკრაინის სუვერენიტეტის პატივისცემა და ომის თავიდან აცილებისკენ მოწოდება იყო. დღემდე ქართული ოცნება მოლაპარაკებების პროცესს უჭერდა მხარს. ამ პოზიციის გამო უკრაინის პრეზიდენტმა საქართველოდან უკრაინის ელჩი გაიწვია. ქართულ ოცნებას პრორუსობაში ადანაშაულებდა. მალევე გამოსცა ბრძანება და რუსეთთან ყველანაირი მოლაპარაკებები აკრძალა. 2023 წლის ნოემბერში ალექსეი არისტოვიჩმა ზელენსკის ყოფილმა მრჩეველმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებები რეალური იყო. რუსეთი დიდ დათმობებზე მიდიოდა. მოლაპარაკებები ძალიან რეალური იყო და კონკრეტული შედეგითაც შეიძლებოდა დასრულებულიყო. რუსეთი ყველა დათმობაზე წავიდა, რაზეც ახლა აღარასოდეს წავა, მაგრამ ჩვენ ეს შესაძლებლობა ხელიდან გავუშვით. დავით არახამია, ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარემ კი თქვა, რომ სტამბულის მოლაპარაკებები ომის გაგრძელების ბრძანება ბრიტანეთიდან მოვიდა. მას შემდეგ, რაც ჩვენ სტამბულიდან დაუბრუნდით, კიევში ბორის ჯონსონი ჩამოვიდა და თქვა, ჩვენ საერთოდ არაფერს ხელს არ მოვაწერთ, უბრალოდ ვიომებთ. მოგვიანებით ომს მხარს ჯო ბაიდენიც დაუჭერს. დღეს ვინც მაშინ მხარს ომს უჭერდა, დიდ პოლიტიკაში აღარ არის. ან ხელისუფლებაში ბოლო დღეებს ითვლიან. ქართულმა ოცნებამ კი არჩევნები დამაჯერებლად მოიგო. მოლაპარაკებებს რომ ალტერნატივა მართლაც არ გააჩნია, უკვე ზელენსკიც დარწმუნდა. თუმცა ახლა მას ძალიან სუსტი პოზიციები აქვს არა მხოლოდ ფრონტზე, არამედ ხელისუფლებაშიც. ამიტომაც შესაძლოა ყველაფერი მოსკოვმა და ვაშინგტონმა კიევის გარეშე გადაწყვიტოს. რადგანაც ზელენსკის არა მხოლოდ ის უშლის ხელს, რომ ლეგიტიმაცია არ აქვს, არამედ საკუთარი ბრძანებულებაც, რომელიც პუტინთან მოლაპარაკებებს კრძალავს. სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ წასვლა, განსაკუთრებით საომარ პირობებში, კი სხვა კანონებით დანაშაულად მიიჩნევა და მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. და მაშინ როგორ აპირებს ზელენსკი მოლაპარაკებებში ჩართვას, კითხულობს პუტინი. ადრე რუსეთის პირველი პირის კომენტარებზე ზელენსკი ასე ირონიულად იცინოდა. ან ცინიკურ რეპლიკებს ისროდა. ახლა სერიოზული სახით უპასუხა. მე ეს ბრძანებულება კი მივიღე, მაგრამ თქვენთან საუბარი ყველას ავუგრძალე. საკუთარი თავის გარდაო, განმარტა მან. ასე ზელენსკიმ საკუთარ ბრძანებაში სიტყვიერი ჩასწორება გააკეთა, რითაც პირდაპირ თქვა, რომ პუტინთან სალაპარაკოდ მზად არის. თუ ეს არის ერთადერთი წყობა, რომელშიც ჩვენ შეგვიძლია მშვიდობა მოუტანოთ უკრაინის მოქალაქეებს და არ დავკარგოთ ხალხი, აუცილებლად წავალთ ამ წყობაზე, ამ შეხვედრაზე. მის ოპტიმიზმს არა მხოლოდ მოსკოვში, ვაშინგტონშიც არ იზიარებენ. ბრძანება ერთია, მაგრამ ლეგიტიმურობა უფრო მთავარი საკითხი ხდება.
შეერთებულ შტატებს სურს, რომ უკრაინაში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები 2025 წლის ბოლომდე ჩატარდეს. განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ კიევი და მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტაზე უახლოეს თვეებში შეთანხმდებიან. ამის შესახებ 1 თებერვალს ამერიკის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა უკრაინის კონფლიქტის მოგვარების საკითხებში კეით კელოგმა განაცხადა. როიტერთან საუბარში დიპლომატმა თქვა: ყველაზე დემოკრატიულ ქვეყნებში არჩევნები ომის დროს იმართება. ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, რომ მათ უკრაინის ხელისუფლებამ გააკეთონ ეს. ვფიქრობ, ეს კარგია დემოკრატიისთვის. როიტერი თავის წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ უკრაინაში არჩევნები უნდა ჩატარდეს. გამარჯვებულმა კანდიდატმა კი მოლაპარაკებებში მიიღოს მონაწილეობა. მოსკოვსაც იგივე პოზიცია აქვს. ზელენსკის შეთანხმების გაფორმების ლეგიტიმაცია არ აქვს. როგორც ჩანს, არც თეთრ სახლში და არც კრემლში მას გადაწყვეტილების მიმღებ პირად არ მიიჩნევენ. ლოგიკა აქ შესაძლოა მარტივია. გადაწყვეტილების მიმღები პირი ქვეყანას ომის ჩიხში არ შეიყვანდა. დანგრეულ ქვეყანაზე და 100,000-ობით დახოცილ ჯარისკაცებზე მეტად ვოლოდიმირ ზელენსკის მაინც არჩევნების ეშინია. ამერიკელ ჟურნალისტთან პირს მორგანთან ინტერვიუში მან თქვა, რომ სანამ კონფლიქტი მიდის, არჩევნები არ შეიძლება ჩატარდეს. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ ღია ვარ ნებისმიერი არჩევანისთვის, მაგრამ შეიარაღებული კონფლიქტის დროს არ შეიძლება იყოს არჩევნები. კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს. დამთავრდეს ცხელი ეტაპი, დასრულდება საომარი მდგომარეობა და მერე იქნება არჩევნები. მის წინააღმდეგ უკრაინაში მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო, თუმცა ის მზად არ არის ხალხის მოთხოვნებს უპასუხოს. პრეზიდენტობის სტატუსის შენარჩუნება სურს. ომი წააგო, მაგრამ მთავარსარდალი მაინც უნდა რომ იყოს. წაგებულ ომთან დაკავშირებით ზელენსკიმ მორგანს ღიად უთხრა, რომ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნება შეუძლებელია. დღეს ჩვენ არ შეგვიძლია დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია. ჩვენ ადეკვატური ხალხი ვართ და არ შეგვიძლია დავკარგოთ მილიონობით ადამიანის შედეგის გამო, რომელიც შესაძლოა ვერც დადგეს. დღეს ჩვენ ვერ დავარღვევთ ვერც ფიცს, ვერც კონსტიტუციას და ვერ ვაღიარებთ ტერიტორიებს რუსულად. ჩვენ ვიცით, რომ ეს არის ოკუპირებული უკრაინული ტერიტორიები. თუმცა იქვე დარწმუნებით თქვა, რომ მომავალში უკრაინა ტერიტორიებს დაიბრუნებს. მაგრამ რომელი უკრაინა? ამერიკის ახალი პრეზიდენტი აცხადებს, რომ ომი წაგებულია. უკრაინა როგორც ქვეყანა აღარ არსებობს. ეს ომი წაგებულია. უკრაინა, დაიმახსოვრეთ, ის უკრაინა აღარ არის. ყველა ქალაქი ფაქტიურად მიწასთან არის გასწორებული. მათი ყველა ლამაზი და ოქროს გუმბათი ჩამოგდებული და დამსხვრეულია. იქ აღარ დარჩა ქალაქები. ყველა შენობა დანგრეულია. ამ ნგრევაში დასავლეთმა სოლიდური ფული ჩადო. როგორც ჩანს, დახმარების დიდი ნაწილი ფრონტის ხაზზე არ მოხვდა. ვოლოდიმირ ზელენსკიმ მაგალითად განაცხადა, რომ 177 მილიარდიდან უკრაინამ მხოლოდ 76 მილიარდი მიიღო. დღეს ჩვენ გვესმის შეერთებული შტატებიდან, რომ ამერიკამ უკრაინას 100 მილიარდი მისცა. უფრო ზუსტად 177 იყო ის რიცხვი, რომელსაც კონგრესმა დაუჭირა მხარი. მე როგორც ომში მყოფი ქვეყნის პრეზიდენტი გეუბნებით, ჩვენ მივიღეთ დაახლოებით 75 ან თუნდაც 200 მილიარდი. ზოგი ადამიანი ამ რიცხვს ასახელებს. ჩვენ მივიღეთ 70 მილიარდზე მეტი, 76 დაახლოებით ამდენი. ეს ძალიან დიდი დახმარებაა, მაგრამ ეს არ არის 200 მილიარდი. და სად წავიდა 100 მილიარდი? თავად ზელენსკიმ სხვა არაფერი დააკონკრეტა. ჩვენ არ მოგვისმენია მისი პასუხი ამ კითხვაზე. არ ვიცით რა ეჭვებიან ვერსიები აქვს თავად. ამ ბუნდოვანი ფორმულირებით ისეთ შთაბეჭდილებას ქმნის, თითქოს დაკარგულ მილიარდებზე რაღაც მნიშვნელოვანი იცის. და შეუძლია თქვას, ოქროს მოწმედ გამოვიდეს ბაიდენის წინააღმდეგ. ამით ის თითქოს ტრამპს საკუთარ თავს ბაიდენის წინააღმდეგ კამპანიაში სთავაზობს. როგორც ჩანს, ის ცდილობს გამოიცნოს, როგორია თეთრი სახლის პოლიტიკური ამინდი, რომ შესაბამისი პოლიტიკური სქილებით აღიჭურვოს, თუმცა მის პოლიტიკურ კარიერაში შესაძლოა ვეღარც გამოიდაროს. გაჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გაწერეს უკრაინაში 1.5 მილიარდი ჯარში მკვდარ სულებზე. ახლა თითქოს ამ სქემას ნატოს ქვეყნები გამოსაქვეყნებლად ამზადებენ. ზოგის ვარაუდით ამ სქემაში ზელენსკი და მისი გარემოცვაც შეიძლება იყოს ჩართული. ბუნდესტაგში კი ხელისუფლებას მოუწოდეს უკრაინისთვის გაწეული დახმარების ანგარიშით წარსდგეს. დეპუტატი სევიმ დაგდელენი ვარაუდობს, რომ ასეთივე წარმატებით შეიძლება გერმანელი გადამხდელების ფულით დაკარგულიყო. თავის მოწოდება სოციალურ ქსელ X-ით გააჟღერა. მანამდე უკრაინის დახმარება ამერიკამაც შეაჩერა. ომში მყოფი უკრაინის კორუფციულ გარიგებებზე მედია ომის დაწყებიდანვე ხმაურობდა. ზელენსკის რამდენიმე მაღალჩინოსნების მოხსნაც კი მოუწია. მათ შორის თავდაცვის
დაცვის სისტემაში. თუმცა კორუფცია მაინც გაგრძელდა. რატომ? ხომ არ უკავშირდება ეს გარიგებები თავად ზელენსკის. დასავლეთში ამ და სხვა კორუფციულ კითხვებთან დაკავშირებული პასუხების გაცემას ცდილობენ. მილიარდობით ფული დაიკარგა. უკრაინისთვის განკუთვნილი შეიარაღება სხვადასხვა ფორმირებების ხელში აღმოჩნდა, მათ შორის აფრიკაში. სანქციებმა რუსეთის ეკონომიკის ნაცვლად ევროკავშირის და მისი წევრი ქვეყნების ეკონომიკა ჩამოშალა. კონტრშეტევა ვერცერთხელ ვერ შედგა. და მთელი ამ წარუმატებლობების ფონზე რატომ ჰქონდა თეთრ სახლს ომის გაგრძელების ინტერესი? ან რატომ მუშაობენ ბრიუსელის ჩინოვნიკები დღესაც ომის დღის წესრიგით? ამ შეკითხვაზე პასუხის პოვნაც დღეს მნიშვნელოვანი ხდება. თეთრი სახლის პოზიცია ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან თქვა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომი უნდა დასრულდეს. დათმობაზე წასვლა ორივე ქვეყანას მოუწევს. ტრამპის ადმინისტრაციის პოზიცია ღია და ნათელია. აქ ზელენსკის თეთრი სახლის გუნება განწყობის ამოცნობა არ სჭირდება. ომი დასრულდა, მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, არჩევნები უნდა ჩატარდეს. ზელენსკის შესაძლოა ევროკავშირის ჩინოვნიკების იმედი ჰქონდეს. თუმცა სასანქციო პოლიტიკამ მათი რეპუტაციაც იმდენად დააზარალა, რომ მაშველი რგოლის როლში მათი წარმოდგენა ძნელად სავარაუდო ხდება. აი ასე შემოტრიალდა ყველაფერი უკრაინასთან მიმართებით. ნურს იმას დავივიწყებთ, რომ უკრაინაში ომის დაწყებამ საქართველოში ემოციების თამაში ბევრ ადამიანში გამოიწვია. უკრაინისთვის სამხედრო დახმარებაზე უარს, ჩარტერული რეისებით მოხალისეების გაგზავნაზე უარსა და რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს, რადიკალური ოპოზიციიდან და მათი მხარდამჭერებიდან ბევრი საყვედურობდა ხელისუფლებას. სლავა უკრაინე ოპოზიციის მხარდამჭერებს პირზე ეკერათ და რატომღაც თავიანთი პატრიოტიზმის გამომვლენა საქართველოში დამსვენებლად და ტურისტად ჩამოსულ რუსეთის მოქალაქეებთან სურდათ, რომელთაც ზოგიერთი თავგახურებული პროვოკატორი ქუჩა-ქუჩა დასდევდა. ზოგიერთები ხოშტარიას მეთაურობით ხან ლარსზე იდგნენ ბანერებით და ხან აეროპორტში. საინტერესოა დღეს თუ ახსოვს რომელიმე მათგანს თავისი ნამოქმედარი, ნათქვამი თუ გაკეთებული. კიდევ უფრო საინტერესოა, როგორ უყურებენ ამერიკის პრეზიდენტის განცხადებას რადიკალურ ოპოზიციაში. აქ მთლად სასაცილოდ არის საქმე. ისინი, ვინც ხელისუფლებას რუსეთისთვის სანქციების დაწესებაზე უარს უწუნებდნენ, ტრამპის ინაუგურაციაზე შეღწევას ყველანაირად ცდილობდნენ. ჩვენ ალბათ კიდევ ბოლომდე არ ვიცით, რამდენი იცოდვილეს ხაზარაძემ, ჯაფარიძემ, ზურაბიშვილმა და კიდევ სხვებმა. ან კიდევ რატომ ეგონათ, რომ რომელიმე მათგანს კაპიტოლიუმის შენობაში იმ დარბაზში აღმოჩნდებოდნენ, სადაც ტრამპის ინაუგურაცია იმართებოდა და ტრამპის გარდა ისეთი ადამიანები იყვნენ, როგორებიც არიან ილონ მასკი, ჯეფ ბეზოსი და სხვები. დღევანდელმა მოცემულობამ ბევრს უნდა აჩვენოს, რომ კრიტიკულ ვითარებაში ემოციებს აყოლა და განსაკუთრებით ისეთი ოდიოზური პირების რჩევების გათვალისწინება, როგორებიც ჩვენს რადიკალურ ოპოზიციაში მრავლად გვყავს, არ შეიძლება. თორემ მერე ვითარება შეიცვლება, ემოციებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზარალს კი არც არავინ აანაზღაურებს და პასუხისმგებლობასაც არავინ აიღებს. მე იოანე შაიშმელაშვილი ვარ. კვირაში 4 ჯერ, 21 საათსა და 15 წუთზე. უყურეთ ევროკრატიას.